პირველ ყოვლისა მინდა ვისაუბრო აზიური ფაროსანას შესახებ. 3 წლის წინ, როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, ფაროსანა სერიოზული გამოწვევა იყო თქვენთვის. ის უეცრად გამოჩნდა თქვენს ქვეყანაში. ძალიან მოკლე პერიოდში გამრავლდა და დიდი რაოდენობის პოპულაცია მიფეთქა, რის გამოც საგანგებო სიტუაციაში აღმოჩნდით. მაშინ შეუერთდი CNFA-სა და USAID-ის პროგრამას და დავიწყეს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა. შევკრიბეთ არაერთი მეცნიერი, დავიწყეთ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. ადგილზე გავეცანით ვითარებას, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეთ ქართულ მეცნიერებს. საბოლოო შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება, ფანტასტიკური, სასწაულებრივიც კი გამოდგა. აზიური ფაროსანას რიცხოვნობის შესამცირებლად სააგენტომ უზარმაზარი ძალისხმევა ეს არის წარმატების ისტორია, სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან ბრძოლის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითი. რაც შეეხება ამ კონფერენციის მთავარ საკითხს, გლობალური დათბობის პირობებში გამკლავება გვიწევს ახალ ინვაზიურ მავნებლებსა და სახეობებთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიან. ძალიან რთულია დავიცვათ ჩვენი საზღვრები, როდესაც უამრავი სახეობის პროდუქცია კვეთს მათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გემით, თვითმფრინავით თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებით. როდესაც ჩვენს ქვეყანაში ახალი უცხო მავნებელი შემოდის, ასეთ დროს ძალიან გვჭირდება გამოცდილი მეცნიერების დახმარება, რომლებიც დაგვეხმარებიან მავნებლის ბიოლოგიაში გავერკვიოთ და სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ. ამჟამად თქვენ საზღვრებში ახალმა ინვაზიურმა მავნებელმა დროსოფილა სუზუკმა შემოაღწია, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ დროულად აღმოაჩინეთ და მისი გაკონტროლების გაცლებით უფრო დიდი შესაძლებლობა გაქვთ, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას. ფაროსანა ძალიან სწრაფად გავრცელდა და უეცრად პოპულაცია უმართავი გახდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გაცლებით მეტი უპირატესობა გაქვთ და ამგვარი კონფერენციები დაგეხმარებათ გაიზიაროთ უცხოელი კოლეგების გამოცდილება და ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვეს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა. ქართულ მეცნიერებს შეუძლიათ თავიდანვე ნულამდე შეემცირონ დროსოფილა სუზუკის გავრცელების საფრთხე.